ვაშინგტონიდან პოზიტიური სიგნალი თბილისისათვის დადებით მოლოდინებს საჩენს. ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია, მოთმინება და ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადყოფნა. ახლა მთავარია, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. სოფო ბერძის სიუჟეტი. ამდენი ხანიც იქნება საჯარო დავალდება, ამდენხანს დავალდება. ეს იმიტომ, რომ ოფიციალური თბილისი საკუთარი პოლიტიკური არჩევანის ერთგულია. საქართველოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სურს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ უსაფუძვლო არგუმენტებით შეაჩერა. ის რაც მარკო რუბიომ, მიხეილ ყაველაშვილსა და მაკა ბოჭორიშვილს უთხრა, ირაკლი კობახიძისთვის ოპტიმიზმის საფუძველია. როდის შეიძლება ვიხილოთ ამერიკული გზავნილების შესაბამისი ნაბიჯები. პრემიერი ამბობს, რომ ეს სრულად ტრამპის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული. არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე, ჩვენი მხრიდან ხელი არის გაცდული, ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რა თქმა უნდა, ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა დავალოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს მიმართულებით. საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, საქართველოსთან ურთიერთობებში უნდა მოხდეს გარკვეული სიახლის შეტანა და მოლოდინი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენთან ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე. ვითომ პატრიოტები ახლაც სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ ილაშქრებენ, ხავსს ეჭიდებიან და თავის დამშვიდებას იმით ცდილობენ, რომ მილანში შემდგარი კომუნიკაციის შემდეგ ვაშინგტონს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს. ოპოზიციას არ სურს დაიჯეროს ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ყვებიან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ შეხვედრა ესეთი ფორმატით ფოტოები არის გავრცელებული და ღიმილის მომგვრელია, როდესაც ყაველაშვილი ვიღაცას ხელს რო ჩამოართმევს, ამას მერე ემატება ინტერპრეტაციები, რომ თურმე შეხვდა და ისაუბრა ქვეყნისთვის საჭიროებათა საკითხებზე. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირველი პირისგან არ გვსმენი არაფერი, ანუ იმ ადამიანებისგან, რომელზეც საუბარი იყო, ანუ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ასე თქვესო. პოლიტიკური ნების შემთხვევაში ურთიერთობების განახლებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომელთაც ამერიკის 47 პრეზიდენტის პოზიციებთან ღირებულებითი თანხმედრა აქვთ. ამიტომაც მმართველი პარტიის დეპუტატები კონკრეტულ გეგმას ელოდებიან. გეგმას, რომელიც ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნულზე დააბრუნებს. ჩვენ ღიად გულშემატკივრობდით ბატონ დონალდ ტრამპს, ჩვენი ღირებულებებით ნაწილში სრული თანხმედრა, პოლიტიკურ მსოფლმხედველობით ნაწილში სრული თანხმედრა უკრაინის ომთან მიმართებაში, NGO სექტორთან მიმართებაში, ევრობიუროკრატებთან მიმართებაში, ჩვენმა საზოგადოებამ მიხილა ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი. ყველა დონეზე გაკეთებული განცხადება, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გამოჩნდება თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა, კონკრეტული დასახული ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადაიტანს აბსოლუტურად სტრატეგიულად განსხვავებულ მოცემულობაში. ეს არის მოცემულობა, რომელიც დააყენა იმ დიდ გავლენის მქონე ჯგუფებმა, რომლის ჩართულობითაც ჩვენთან და არა მხოლოდ ჩვენთან, მათ შორის სხვადასხვა სამსახურების გამოყენებით სამწუხაროდ იმართებოდა მათ შორის ხელისუფლების შეცვლის მთელი დაგეგმილი კამპანიები. ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია გასული კვირის ბოლოს მილანში შედგა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უთხრა, რომ ტრამპის კაბინეტს ბაიდენის ადმინისტრაციამ მძიმე მემკვიდრეობა დაახვედრა, რომელსაც გაჯანსაღება სჭირდება. ვაშინგტონში ამ საკითხზე უკვე მსჯელობენ.